exit polls მიხედ ამ დროისთვის ლიდერობს. საათის მერე ეს იქნება მინიმუმ 60%. 52 ნახევარი. მეტი იქნება. და პირველი ემოციის შემდეგ პირველი განცხადება მიხეილ სააკაშვილის საარჩევნო შტაბში დავით ბაქრაძე მართავს პრესკონფერენციას ჩვენ მას პირდაპირ ეთერში ვხვდებით. გამარჯობათ, კიდევ ერთხელ მოგესალმებით ყველას, სრულიად საქართველოს. პირველ რიგში მე მინდა ყველას მიულოცო დღეს წარმატებული არჩევნების ჩატარება. მე ვფიქრობ, დღევანდელ დღეს ქართულმა ხალხმა დაამტკიცა, რომ ის წარმოადგენს საუკეთესო ევროპული კულტურული ტრადიციების მატარებელ ერს. დღეს ქართულმა ხალხმა დაამტკიცა, რომ მას შეუძლია ჩაატაროს არჩევნები ძალიან მაღალ დონეზე, ისეთ დონეზე, როგორიც ეს ეკადრება საქართველოს კულტურის, საქართველოს ისტორიის და საქართველოს მომავლის მქონე ქვეყანას. მე ძალიან დიდ მადლობას ვუხდი ყველა იმ ადამიანს, რომელიც დღეს მობრძანდა არჩევნებზე, დამოუკიდებლად იმისა, თუ რომელ კანდიდატს დაუჭირეს მხარი და ვის მიცეს ხმა. მე ძალიან დიდ მადლობას ვუხდი ყველას, ვინც თავისი მოქალაქეობრივი ვალი დღეს მოიხადა და მე ვფიქრობ, ჩვენ ყველამ ერთად დღეს განურჩევლად ჩვენი პოლიტიკური სიმპათიებისა, მოვახერხეთ ის, რომ საქართველოს წინსვლა გრძელდება და მოვახერხეთ ის, რომ საქართველო კიდევ ერთხელ გამოჩნდა როგორც ღირსეული წევრი საერთაშორისო და ევროატლანტიკური თანამეგობრობის. ამიტომ მე ჩვენი შტაბის სახელით დიდ მადლობას უცხადებ ყველა ამორჩეველს. მეორე, ბუნებრივია, არც ერთი არჩევნები არ ტარდება გარკვეული დარღვევების გარეშე. დღეს ჩვენ მოვისმინეთ საკმაოდ ბევრი პრეტენზია დარღვევებთან დაკავშირებით, მაგრამ მე მინდა დავაფიქსირო ორი ფაქტორი. პირველი ის, რომ ამ პრეტენზიების ძალიან დიდი ნაწილი იყო დაუსაბუთებელი და როგორც კი საქმე მიდიოდა დასაბუთებამდე, როგორც წესი ეს პრეტენზიები ავტომატურად იხსნებოდა, ხოლო რაც შეეხება ყველა იმ პრობლემას, რომელიც მართლაც იყო დასაბუთებული, თქვენ იხილეთ თავრობის ძალიან დროული, ძალიან ეფექტური და ძალიან მყისიერი რეაქცია ამ დარღვევებზე. მე ვფიქრობ, ამ რეაქციით საქართველოს ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ამ ქვეყანაში ხელისუფლება არის თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნების მთავარი გარანტი. მე მინდა ხაზი გაუსვა, რომ ყველა ვერც ერთი ეს დარღვევა ვერ იქნება განხილული როგორც საკმარისის საფუძველი რაიმე ფორმით არჩევნების შედეგში ან არჩევნების მიმდინარეობაში ეჭვის შეტანის საფუძველი. მე ვფიქრობ, ყველა ვინც დღეს ბრძანდებოდა არჩევნებზე, ყველა მოქალაქე საქართველოსი ვინც დღეს ბრძანდებოდა საარჩევნო უბანზე დამეთანხმება, რომ მათ ჰქონდათ საშუალება მონაწილეობა მიეღოთ თავისუფალ და დემოკრატიულ არჩევნებზე და ჩვენთვის ჩვენი საზოგადოების აზრი წარმოადგენს ყველაზე მაღალ ღირებულებას. ამიტომ მე მინდა მოუწოდო ჩვენს პოლიტიკურ ოპონენტებს, ჩვენ მოვისმინეთ რამდენიმე განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს არჩევნები არ შედგა. მე მინდა მოუწოდო მათ მოუხმონ მეტ პოლიტიკურ პასუხისმგებლობას, მე მინდა მოუწოდო მათ მოუხმონ მეტ პოლიტიკურ ღირსებას და ნუ გავაგრძელებთ მოვლენებს საქართველოში ისე, როგორც ამას გეგმავდა 6 იანვრიდან ერთი ჩვენთვის ყველასთვის კარგად ცნობილი ბუნჩულა ბაბუ. არ მივცეთ არავის საშუალება ამ ქვეყნის არევის მაშინ, როდესაც ამ ქვეყანაში გაჩნდა წინსვლის და სტაბილურობის ძალიან კარგი საფუძველი. და მესამე ინფორმაცია დღევანდელ საღამოს გახლავთ ის, რომ რამდენიმე წუთის წინ ჩვენ მოვისმინეთ exit polls წინასწარი შედეგები. exit polls წინასწარი შედეგების მიხედვით მიხეილ სააკაშვილმა მოაგროვა ხმების 52.9%. ბუნებრივია, ეს არის მხოლოდ წინასწარი შედეგი. ბუნებრივია, exit poll არ გახლავთ ზუსტი ინსტრუმენტი და საბოლოო ინსტანცია ჭეშმარიტების დადგენის გახლავთ ცენტრალური საარჩევნო კომისია. ამიტომ ბუნებრივია, საბოლოო ვერდიქტს გამოიტანს ცენტრალური საარჩევნო კომისია, მაგრამ მე ვფიქრობ, ყველაფერი იმის საფუძველზე, რაც ჩვენ ვიხილეთ დღეს და იმის საფუძველზე, რაც ჩვენ მოვისმინეთ exit poll-ებში, მე მაქვს სრული საფუძველი, რომ მიულოცო საქართველოს მოსახლეობას მიხეილ სააკაშვილის მეორე ვადით არჩევა და ძალიან დიდი მადლობა გადაუხადო ყველა ჩვენ მხარდამჭერს. ისევ ვიმეორებ, საბოლოოდ ეს დადგინდება ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ, მაგრამ ჩვენ დარწმუნებული ვართ და მე ვფიქრობ, არჩევნები საქართველოში შედგა და საქართველოს პრეზიდენტი გახდა მიხეილ სააკაშვილი. ძალიან დიდი მადლობა ყველას, კიდევ ერთხელ ყველას გილოცავთ წარმატებულ დღეს და ძალიან დიდ მადლობას გიხდით შტაბის სახელითაც, კანდიდატის სახელითაც და დიდ მადლობას გიხდით როგორც საქართველოს მოქალაქე, რომელსაც გული შეთქივა ამ ქვეყნისთვის. დიდი მადლობა და ვიმედოვნებ, რომ ეს იყო დღეს ჩემი საბოლოო ბრიფინგი და მეც თავს აღარ შეგაწყენთ. მადლობთ.